მოგესალმებით ხო? დღეს განახებთ თუ როგორ გავაკეთე $1928 თითო აკაუნტზე 12 ფებრუარი არის დღეს. ეხლა გიხსნით თუ ეს ყველაფერი როგორ და რა მოხდა. მოკლედ გადავიდეთ Nasdaq-ზე, ძირითადად Nasdaq-ზე ტრეიდობთ ხოლმე რა თქმა უნდა. და ეხლა დავაკვირდეთ რა სიტუაციაში ვარ და რა შეცდომა დაუშვა ბევრმა ტრეიდერმა და რას ველოდობოდი მთელი კვირა ვერ მივიღე აქამდე და დღეს გავაკეთე ის რაც მისაღები მქონდა მარკეტიდან დიდი ხნის განმავლობაში. მოკლედ, მარკეტზე ვართ ესეთ მნიშვნელოვან PDRA-ში დღიურზე, მნიშვნელოვნად გილაც ვართ ვისაუბრე მგონი ამაზე. არ მახსოვს სადღაცის ვისაუბრე, მოკლედ TikTok-ზე დავდებდი თუ Instagram-ზე თუ Discord-ზე ველაპარაკე. მოკლედ ვართ მნიშვნელოვან ადგილას daily ფეროლოგია და daily breakable block-ში ვართ unicorn-ი არის daily და ჩემი აზრით მარკეტის overall target-ი sell side უნდა იყოს მომავალში და ამას ვატარგეთ. მოკლედ ეს რომ ეს external target-ები, ღირული target-ები რომ დავიგიდოთ, რაც ჯერჯერობით არ გჭირდება და არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის დავარია. ვატარგეთებდი მინიმუმ წინა დღის low-ს მარკეტზე და გადავიდეთ ახლა double time frame-ზე, ანუ მე აქ უკვე რას ვამბობ, რომ ველოდებოდი დღიურზე, რომ მარკეტი შემოტრიალებული იყო და 4 საათიან და 1 საათიან მარკეტს უკვე ჩემთვის დაედასტურებინა, რომ ეს თუ ის მოძრაობა გაიგეთებინა. 10 საათიანი სანთელი როცა მოვიდა, ესეთი ძლიერი სანთელი ჩავხურდი 9 საათზე. და ეს breaker block-ი გავიკეთეთ და 10 საათიან სანთელს 1 საათიანსაც და 4 საათიანს რო უყურებდი, ეს 4 საათიანი იყო აი ამ week-ის 50%-ზე ასული, რაც თქვი წინასწარ live-ზე, live trading-ის დროს, რომ აი აქ უკვე high აკეთებული უნდა იყოს და აქედან უნდა დადროპილიყო ქვემოთ, იმიტომ რომ ნახევარ ადგილას ავედით 1 საათიანზე აი ამ breaker-ში ვიყავით, რაც უკვე high უნდა გაიგეთებინა 1 საათიან სანთელს და მინიმუმ აი ეს წინა დღის low უნდა აიღო ეს ჩვენი sell-side liquidity რაც გვაქვს მარკეტზე. მოდი გადმოვახო, უფრო თქო თვითსვლელსაც ჩინოი რო იყო, ჩემი ფიქრი და რაღაცეები რა იყო. მე გადავიდეთ ხა უყურეთ. ჯერ პირველ რიგში ვიყავი 5 წუთიანზე. 5 წუთიანზე რო ფას აი ამ order block-ში ქონდა ესეთ order block-ში ქონდა retracement-ი რა, ეგ დაინახავთ. აგერ შეეხო, აქ ქონდა retracement-ი. მოკლედ, პირველ რიგში რა გავაკეთე? მე მეგონა რა იყო კიდევაც, მაგრამ თლად ისე არ როგორც მეგონა რომ მარკეტი ძალიან ბიარიში იყო რა. ამიტომაც ზუსტად 15 წამიანზე მქონდა სადღაც აქ გაშორტილი მქონდა 15 წამიანზე, სადღაც აი აქ სტოპი და საქმე და take profit-ი რა თქმა უნდა ისევ იგივე ადგილას რა. მე მარკეტი შემოტრიალდა და აქ უკვე რა ვთქვი, წინასწარ ვთქვი რა თუ გინდათ განახებთ live trading-ის ჩატებს, რომ 15 წუთიანი სანთელი თუ ძლიერად გქონდათ არ დაიხურებოდა, მაშინ მე ამ ტრეიდს არ გავყვებოდი და ეს ტრეიდი break even-ს დავხურე და entry-სთან გამოვედი, რამოდენიმე წუთი რო იყო 15 წუთიანი სანთლის ჩახურვამდე. ამიტომაც მე უკვე გადავედით აქ უყურებთ 15 წუთიანზე re-entry-ს ვეძებ, რა თქმა უნდა, ის ტრეიდი არ გამოვიდოდა და არ გამოვიდა კიდევაც ძალიან კაი მენეჯმენტი იყო ჩემგან. აგერ თუ დააკვირდეთ, ავიდა კიდევაც ეს. ავედით ამ energy ფეროლოგებში და ასევე აგერ ეს 15 წუთიანი იმბალანსი გაკეთე, ანუ BPR-ში ვართ, ესე ვთქვათ და ამის ზემოთ ასვლა მარკეტს არ ჭირდება, სანამ წინა დღის low-ს არ აიღებს ან მინიმუმ ამ targets. ასევე target-ად მონიშნული მქონდა ეს ამ სანთლის 50% და ესე ვთქვათ მე უკვე ეს ყველაფერი live-ში იყო ხალხო გახსნილი, რამეს თუ მიჩვენებს, მეჩვენებთ ეხავე live trading-ის მქონდა ეს გახსნილი, აი live trading-ზე იყო ეს გახსნილი, დაჩენი გავგზავნოთ. მე უკვე, როდესაც ავედით ამ 15 წუთიან gap-ში, ჯერ არ ვსულ ვართ, ეხა ავედით, რო ავედით, მოდი ამდენ რაღაცას წავშლი, რო არ იყოს, ამ sell-side liquidity იყოს, მაგრამ აი ამას წავშლი. უკვე ამას წავშლი და წარმოვიდგინეთ, რომ უკვე ვართ ამ 15 წუთიან BPR-ში. აქედან ველოდები მე მარკეტზე რა თქმა უნდა entry model-ს პირველ რიგში რას ვხედავ, აი ამ წვანე სანთელს order blocks და ამ პოტენციურ breaker blocks და ამ პოტენციურ order blocks, ხო? უნდა გაკეთდეს. მარკეტზე ქონდა internal manipulation, მე displacement-ი ქვემოთ და როგორც კი ამის ქვემოთ ჩაიხურა სანთლისთან და აი აქ ქონდა retracement-ი breaker block-ში შევედი trade-ში, stop-ი აქ მედო და take profit-ი აი ამ low-ს. პირველი partially ავიღე აქ და დანარჩენი, ნუ აქ არა, დაჟე უფრო ქვემოთ ავიღე. და უკვე აქ დანარჩენი შემთხვევით აქ კიდე თქონა კონტრაქტი დატოვებული აქამდე და დანარჩენი უკვე საბოლოო target-ამდე ავიღე. ასე გავაკეთე თითოეულ აკაუნტზე. ყველას არ დავასახელებ უკვე მაგას თქვენთვის საჭირო არ არის. ეს ყველაფერი გავაკეთე სულ რაღაც რამდენი წუთში $1400 ვიშოვე. გეტყვით ახლა? $1400 ვიშოვე, აი სულ რაღაც 10 წუთამდე, ხო მეცა? აი აქ ვიყავი, აი აქ. 7 წუთში ვიშოვე $1400, დანარჩენი $500 ვიშოვე ჯამში, რომ დავითვალოთ
20 წუთში. ესე გაკეთა, ეს თან დანარჩენი აკაუნტის თქვენ მთელი გავაკეთე, ეგ საჭირო არ არის, წოდნა და რა ვიცი, იმედია მოგეწონათ, ვიცი რომ ეს ძალიან ბევრს ეხმარება ეს ვიდეოები და გვაპირებ ამ ეს ვიდეოების გაგრძელებას. სულ დავდებ თითქმის ყველა ტრეიდს, რასაც გავხსნი ხოლმე, მით უმეტეს ლაივში, რასაც გავხსნი ლაივ ტრეიდებს, აგებას მოგებას დაგიდებთ ხოლმე, აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენ და თქვენ გამჭვირვალე ვიქნები თქვენთან, რომ იმიტომ რომ თავიდანვე რომ მე ეს სერვერი შექმნი და ეს საქმიანობა დავიწყე, რომ ხალხს გაუზიარო ჩემი ცოდნა, თავიდანვე ვიყავი იმ იმედით, რომ ყველას ვაჩვენებდი თუ რეალურად ტრეიდინგი რა არის, რას მოიცავს, რომ აქ არის წაგებებიც, მოგებებიც, მაგრამ რეალურად მინდა რომ ასევე ვანახო თუ სისტემატური შედეგამდე მივიხვალ, რა შედეგისადება შეუძლია ამ საქმეს, თუ რა თქმა უნდა მაგის გაკეთება შეიძლება. მადლობა ხალხ ყურადღებისთვის და ყველას აბსოლუტურად წარმატებას გესურვებთ დროებით და ნახვამდის.